პატარა შეცდომა, რომელიც ლამის სიცოცხლის ფასად დამიჯდა. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დღეს ზუსტად 10 წელი გავიდა. მას შემდეგ, რაც ხელში ამიფეთქდა პიროტექნიკა. ეს ამბავი მოხდა 2015 წლის 1 იანვარს, როცა ჯერ კიდევ 13 წლის ვიყავი. იმ ღამეს ვაპირებდი წავსულიყავი დეიდაჩემთან მეკვლედ, თუმცა იმ დროს ჩემი სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ახალი გარდაცვლილი იყო, რის გამოც დედამ წასვლის ნება არ დამრთო. ამიტომ დილით წავედი დეიდაჩემთან. სანამ ვესტუმრებოდი, პიროტექნიკა გავხსენით და ზუსტად მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა. დეიდაშვილის ასაფეთქებელს ვუკიდებდი ასანთით. მაგრამ შემთხვევით იმ ასაფეთქებელსაც გადაეკიდა, რომლის ჯიბეში ჩადებასაც ვაპირებდი. ჯიბეში ჩადება რომ დავაპირე, ზუსტად იმ დროს აფეთქდა. თვალთ დამიბნელდა და ყურში აღარ მესმოდა. როგორც მითხრეს, სიმწრისგან ყვირილი და ხტუნვა დამიწყია. ამ მომენტმა დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, ჩემი ბრალია, რომ უფროსი ფრთხილით არ მოვეკიდე, მაგრამ მსგავსი შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ფრთხილად იყავით პიროტექნიკასთან. ნუ ჩაუგდებთ ბავშვს ხელში და მაქსიმალურად გააკონტროლეთ ისინი. გილოცავთ ახალ 2025 წელს მრავალს დაესწარით. და ეს წელი იყოს უსაფრთხო, ჯანმრთელი და ჩვენი მიზნების მიღწევის წელი. გაუგზავნე ეს ვიდეო მეგობარს, რომელიც ხშირად იყენებს პიროტექნიკას.